ამერიკის შეცვლილი საგარეო პრიორიტეტები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ხედვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის დოკუმენტად იქცა. ოფიციალური ვაშინგტონი პრიორიტეტად ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას აცხადებს და ამ კონტექსტში განიხილავს ყველა საგარეო დახმარებას. სუსტი კონტინენტი, რომელსაც ნაკლებად შეუძლია თავის დაცვა. ასია დახასიათებული დღევანდელი ევროპა, რომელსაც პარტნიორობის შესანარჩუნებლად ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულ რეკომენდაციებს თავაზობს. საკუთარი მიზნებიდან გადახვევის არგუმენტით სახელმწიფო დეპარტამენტი მწვავედ აკრიტიკებს საერთაშორისო ორგანიზაციებს. აქცენტი USAID-ზე კეთდება, რომლის პროგრამები ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. დოკუმენტში განვითარებულ ნარატივს, რომელიც უცხოური დახმარების პრაქტიკის შეცვლას ეხება, ზუსტად იმეორებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებასაც იხსენებს. იმ ფონზე, რომ უცხოური დაფინანსების გასაკონტროლებლად საკანონმდებლო რეგულაციები ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ მიიღო, მაიკ პენსი ვრცლად საუბრობს, რატომ დაარქვა თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოში ინიცირებულ და აქციების ფონზე დამტკიცებულ კანონს რუსული. ყველაფერი 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა ქართულ პოლიტიკურ ველზე პირველად გამოჩნდა კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. ერთნაირი სიმძაფრით რომ ახმაურდა შიგნით საკანონმდებლო ორგანო, გარეთ კი ქუჩა, მაშინ ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ, ყველაზე ხაზგასმით კი ევროპის პოლიტიკურმა ცენტრმა ღიად თქვეს, რომ საქართველო მოარყო ჭეშმარიტი დასავლური გზა და პირი რუსეთისკენ იბრუნა. ასე შერჩა რუსული იარლიყი კანონს როგორც უცხოური, ისე შიდა პოლიტიკური განცხადებების ნაწილში. მაგალითად, ევროპარლამენტში მიღებული ყველა რეზოლუცია და ანგარიში ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების სანაცვლოდ რუსულად შერაცხული კანონის გაუქმებას ითხოვს და რეალობას არც ისწვლის, რომ 2023 წლიდან ამ დრომდე საქართველოს კრიტიკა კი გრძელდება, მაგრამ უცხოური დაფინანსება საკანონმდებლო ჩარჩოებში არაერთმა კრიტიკოსმა სახელმწიფომ თავად მოაქცია. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა, მანამდე საფრანგეთმა, შვედეთმა და უფრო ადრე თავად ევროკავშირმაც უცხოური დაფინანსების მიღების გრძელი და მკაფიო აკრძალვების ჩამონათვალი შეიმუშავა. NGO არის პოლიტიკური ინსტრუმენტი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე ჩვენ თავის დროზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე. და აქ აბსოლუტურად სწორი მინიშნება, რასაც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და არა მარტო გვაკრიტიკებდნენ, იმასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ უკვე ევროპის ქვეყნები, ევროკავშირში. ბუნებრივია ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია ასეთი კანონმდებლობის არსებობა, არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში. როცა ევროპული ქვეყნები თავად ებრძვიან უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობას, მაგრამ ამ დროს ღიად ამბობენ, რომ საქართველოში კანონის გვერდის ავლით ეძებენ ფულის გადმორიცხვის გზებს, ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხმამაღლა ისმის შეკითხვა. როგორ შეიძლება საკუთარი პოლიტიკის უცხოური ფულისგან დაცვის სურვილს ერთგან დემოკრატიის დაცვა ერქვას და მაინცა და მაინც საქართველოში ერქვას რუსული კურსი. ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა გრანტი საჯაროდ გახდეს ცნობილი. მე სრულად მხარს ვუჭერ ამას. თუმცა ირონია ისაა, რომ სწორედ 15 თვის წინ ევროკავშირის ბიუროკრატებისა და ფინანსური წრეების იმავე ჯგუფი უნგრეთს, საქართველოს და 3 სხვა ევროპულ ქვეყანას სანქციებით ემუქრებოდა, როდესაც მათ სწორედ ამ გამჭვირვალობის კანონის მიღება სურდათ. მათ ეს რუსულ კანონად მოიხსენიეს, რადგან რუსეთმაც მსგავსი რამ 2012 წელს მიიღო. რატომ ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროკავშირს პრობლემა ამ გამჭვირვალობის კანონთან? ამ შეკითხვას მაიკ პენსმა 3 დღის წინ თავადვე უპასუხა. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ახლა ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ანალიტიკოსი დიდი ხანია NGO-ების დაფინანსების სისტემას იკვლევს. სხვათა შორის ტრამპის ადმინისტრაცია USAID-სა და ნედის დახურვისას ხშირად სწორედ პენსის პოზიციებითა და კვლევებით ხელმძღვანელობდა. პენსმა, რომელიც წლებია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების სქემებს სწავლობს, რამდენიმე დღის წინ ღიად თქვა, რომ ხმაური, რომელიც გამჭვირვალობის კანონს თბილისის ქუჩებში მოჰყვა, წახალისებული და ორგანიზებული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, დაფინანსებული კი ისევ ამერიკული ფულით, რათა კანონი ძალაში არ შესულიყო და საქართველოშიც არავის გაეგო, გარედან ვის რამდენს და რაში უხდიდნენ ფულს. ქუჩებში გამოსული ადამიანები ჩვენი გავლენის კვანძები არიან. ისინი USAID-ის სახელფასო სიაში არიან, ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო სიაში არიან, ისინი დემოკრატიის ეროვნული ფონდის სახელფასო სიაში არიან და ჩვენ ისინი იქ გავუშვით, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც საქართველოს საზოგადოებას გააცნობდა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ მათ.
2023 წლიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკელ პოლიტიკოსად სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი იქცა, რომელიც თითქმის ყველა პრეს-კონფერენციაზე საუბრობდა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ქართულ კანონზე, როგორც დემოკრატიული უკუსვლის უზარმაზარ ნაბიჯზე. თუმცა რეგულარული კრიტიკა შტატებიდან ადმინისტრაციის ცვლილებისთანავე შეწყდა. სანაცვლოდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავად დახურა USAID-ცა და NED-იც და ასე ჩაჭრა ამერიკიდან მის ფარგლებს გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციათა დაფინანსების გზები. დღეს, როცა ამ ფინანსური ტვირთის საკუთარ თავზე აღებას უკვე ევროკავშირი ცდილობს, ოფიციალური ვაშინგტონი ბრიუსელს ამისთვისაც აკრიტიკებს. 2 თვის წინ 60-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია შტატებმა იმ მოტივით დატოვა, რომ გადახდილი საწევროები NGO-ების კონგლომერატის ანგარიშებზე მიემართებოდა. გასულ კვირას გამოქვეყნებულ სტრატეგიულ დოკუმენტში კი იკითხება, რომ ამერიკა უარს ამბობს საერთაშორისო ორგანიზაციების დომინირებაზე, შორეულ ქვეყნებში კრიზისების შექმნაზე, აქცენტს საკუთარი და პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე და მათთან დიალოგზე გააკეთებს და შესაბამისად, დეპარტამენტი ითანამშრომლებს რეგიონულ პარტნიორებთან, რათა მტკიცედ დაუპირისპირდნენ უცხოურ ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში აღმოფხრან იგი. დღეს, როდესაც დასავლეთ ნახევარსფეროს სუპერსახელმწიფოც უცხოური ჩარევების წინააღმდეგი ლაშქრებს და საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სხვა ქვეყნებში NGO-ების დაფინანსების გზებს ჭრის, ამერიკული დაფინანსების კონტროლზე და ზოგადად უცხოური თანხების გამჭვირვალობაზე საუბრობენ ევროპულ სახელმწიფოებში. დაახლოებით 1 კვირის წინ ბრიტანეთის მთავრობამ უცხოური დაფინანსების შესახებ კანონის გამკაცრება დაანონსა, იმ მოტივით, რომ არჩევნებში ჩარევა ვერც ერთმა უცხოურმა ძალამ ვერ შეძლოს. აქ საინტერესო ისაა, რომ როდესაც შიდა პოლიტიკაში მათ შორის არჩევნებში ჩარევის თავიდან აცილების მოტივით ფინანსური გამჭვირვალობის კანონი თბილისში დაინიცირდა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი სწორედ დიდი ბრიტანეთი იყო. როგორი ორმაგი სტანდარტით საუბრობდნენ და მოქმედებდნენ ევრობიუროკრატები, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ თითქოს გამჭვირვალობა იყო რუსული, ანუ ესეთ მარაზმში იყვნენ შესულები და დღეს ისინი მუშაობენ ამ საკითხზე, დღეს ისინი ამკაცრებენ თავიანთ კანონმდებლობას, ვინაიდან რა თქმა უნდა მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის გარე ძალების გავლენის შესუსტება მათ საშინაო პოლიტიკაზე. სადაც არ არის გამჭვირვალობა, იქ არის ყველაზე ანტიდემოკრატიული და ძიმე პროცესები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ევროკავშირსაც სჭირდება დღეს გამჭვირვალობა, ამას სულ უფრო მეტი აქტორი ამბობს და ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ გამჭვირვალობის პრინციპი როგორ დაიცვან. შეიძლება თუ არა ევროპული პოლიტიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რთული სათქმელია. თუმცა ფაქტია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები უფრო მეტს საუბრობენ და აკეთებენ უცხოური ფინანსების გამჭვირვალობისთვის საკუთარ საზღვრებში. და ამ საზღვრებს მიღმა სხვა ქვეყნებში კანონის გვერდისავლით მაინც ეძებენ თანხების გადარიცხვის გზებს იმ NGO-ების ფინანსური მომარაგებისთვის, რაზეც ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი მკაფიო პოზიციით USAID-სა და NED-ის დახურვით უარი თქვა. განაცხადა, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული სხვა ქვეყნებში არეულობების სცენარებზე ხარჯვის ნაცვლად ამერიკაში დარჩებოდა და ამერიკის ინტერესებს მოხმარდებოდა.